არსებობს მუსიკა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ის დროსთან ერთად ვითარდება. ბრიტანული ფანკ ჯაზ ჯგუფი შაკა ტაკი სწორედ იმ მუსიკალურ ფენომენს მიეკუთვნება, რომელიც 40 წლეულია ჯაზის სამყაროში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 45 წელი დიდი დროა. უცნაურია, მაგრამ ჩვენ კვლავ ჯგუფის პირველი შემადგენლობა ვართ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ისევ ერთად ვმოღვაწეობთ. 45 წლის შემდეგაც კი. $1980 წელს ლონდონში შექმნილი შაკა ტაკი დაარსებიდანვე ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჯაზი, ფანკი და მელოდიური პოპი მათ მუსიკაში ერთ მთლიანობას ქმნის. ყველაზე საამაყოა, როდესაც შაკა ტაკის ფენომენზე საუბრობ. ამოუწურავი თემა შეიძლება იყოს დაუსრულებლად ილაპარაკო შაკა ტაკზე. ეს არის ანსამბლი, რომლის უდიდესი ჰიტები, გაორკესტრებული ვერსიები, საოცარი თანამედროვე ჟღერადობით და შეგრძნებებით. სიმღერება Steppin', Living in the UK, Nightbirds და Easier Said Than Done ჯგუფს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, თუმცა შაკა ტაკის მთავარი ძალა ყოველთვის სცენაზე ჩანს, ცოცხალ შესრულებასა და მსმენელთან კავშირში. ჯგუფი დღემდე ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს. წლების შემდეგ შაკა ტაკი საქართველოს მეორედ ეწვია. ქართველმა მსმენელმა კი ლეგენდარული ჯგუფის მოსმენა და მასთან ერთად დაუვიწყარი საღამოს გატარება კიდევ ერთხელ შეძლო. It's lovely to come back to Georgia and Tbilisi. თბილისში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. აქ ერთხელ უკვე ვიყავით 90-იანი წლების დასაწყისში. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო და მახსოვს, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. დღეს ფანტასტიკური დღე იყო. თბილისის დათვალიერებისთვის დრო გქონდა. ამიტომ გარეთ ვისეირნეთ, ქართული სამზარეულო დავაგემოვნეთ და მუზეუმში წავედით. საოცარი დღე გამოვიდა. Lovely visit, really. კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებით საქართველოს მხარდაჭერით 2 დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანული ჯაზ ფანკ ბენდი, რომელმაც გამართა კონცერტები და შეასრულა ქართული მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა, ვინაიდან აღნიშნული ხელს უწყობს უცხოელი არტისტების ვიზიტ საქართველოში. შაკა ტაკი არასოდეს ყოფილა მხოლოდ კონკრეტული ეპოქის ხმა. მათი მუსიკა ცოცხალია, რადგან მუდმივად მოძრაობს და მსმენელს ნაცნობი ჰიტების გარდა სიახლეებსაც თავაზობს. We still have a record company, we have a record deal, so we still მუსიკის ჩასაწერი სტუდია ისევ გვაქვს. კონტრაქტებიც, ამიტომ ახალ მუსიკას ისევ წერთ. ახალ ალბომს 2-3 წელიწადში ერთხელ ვუშვებთ. როცა კონცერტს ვატარებთ, იმ სიმღერებს ვუმღერით, რომლებიც ხალხს 80-იანი წლებიდან ახსოვს. თუმცა ამასთან ერთად ახალ მუსიკასაც ვასრულებთ. ვფიქრობ, ახალი მუსიკა მუდამ ახალ ხასიათს გვინარჩუნებს. new music. თითოეული თემა, მუსიკალური თემა, რომელიც არის შექმნილი შაკა ტაკის დამაარსებლის პიანისტის ბილ შარპის მიერ, თავისუფლად შეიძლება თქვას, რომ ეს არის არტისტიზმის მწვერვალი. შაკა ტაკის მუსიკა, ზოგადად რეპერტუარი, ეს არის მუსიკალური სამყაროს ყველაზე გემოვნებიანი საზოგადოებისთვის გემოვნებიანი მუსიკა, გემოვნებიანი თბილის ესტუმრა. შაკა ტაკი ბევრი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, თუმცა მისმა დამაარსებელმა, პიანისტმა ბილ შარპმა ჯგუფი 3 სიტყვით აღწერა. Really, really good. ძალიან კარგი. თუ რამე სერიოზულად გითხრათ, გვიყვარს ჩვენს თავზე, როცა ვხალისობთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, ამიტომ როცა ვამბობ ძალიან კარგი თქო ვხუმრობ. ვცდილობთ საუკეთესოდ გამოგვივიდეს, თუმცა ახლა 3 სიტყვას ვიტყვი. საუკეთესო ჯაზ ფანკი. Best jazz funk. Street